ზაზა ბიბილაშვილი უკვე შემოგვიერთდა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონ ზაზა, მინდა დავიწყო ოღონდ ჯერ ჩვენ ვილაპარაკებთ ევროკავშირის ელჩის დაბარებაზე, მაგრამ მინდა დღევანდელ პროცესზე გკითხოთ, აი ოცნების პარლამენტში მიმდინარეობს ახლა პროცესი, რომ უნდა დაამტკიცონ ოცნების უსის ხელმძღვანელად გეკა გელაძე და ასევე მსჯელობენ იმაზე, რომ ახალი სამინისტრო შეუქმნან, ახალი პოსტი შეუქმნან მამუკა მდინარაძეს, რომელსაც აქვს საკმაოდ მაღალი ჩინი, ახლა გადადის თანამდებობაზე და იქ არც თავისი აპარატი აქვს, თავისი შენობაც კი არ აქვს, ხო, პოზიციაზე რომ იმუშაოს. მოკლედ, ქართული ოცნების წარმომადგენლები ძალიან თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ ეს არის უფრო დაწინაურება, ვიდრე დაქვეითება. თქვენთვის როგორ გამოიყურება მოკლედ ეს პროცესი ახლა? ხო, ამ მთელ პროცესში მოგესალმებით პირველ რიგში, ამ მთელ პროცესში ალბათ ყველაზე უფრო დამაინტრიგებელი იყო ხალხის ძალის პოზიცია და დღეს ჩვენ შევიტყვეთ, რომ კონსულტაციების შედეგად ხალხის ძალა გადაწყვიტა, რომ ხარი დაუჭიროს აი ამ დანიშნას. არ ვიცი, მართლა სახლობანას თამაშობენ, იმიტომ რომ არავის არ ჯერა რომ ხალხის ძალა როგორც ასეთი ცალკე არსებული ერთეულია, ცალკე პოლიტიკური ორგანიზაცია არის ჩვეულებრივად ოცნებიდან რაღაც მანდატით გამოყოფილი, გახსოვთ ხო, თავიდან ასეც ეძახდნენ გამოყოფილებს, გამოყოფილი ჯგუფი, რომელიც ცალკე ორგანიზაციულად არც არსებობდა. და აი ამ შოუს დგამენ დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე და ამ შოუს შედეგებს გვთავაზობენ როგორც რეალურ პოლიტიკურ პროცესს, რაც რა თქმა უნდა ასე არ არის. და რაც შეეხება მდინარაძის საკითხს, მე მგონია რომ კითხვა მაინც რიტორიკულია, ვინაიდან როგორ შეიძლება რომ ამ ხელას უსის უფროსი, რომელიც როგორც თვითონვე ამბობს, თურმე პრაქტიკულად მთელ საქართველოს უსმენს, ხო 30 ჯერ ყოფილა გაზრდილი ბოლო წლებში მოსმენები 2012-ის მერე ხო ვიცით რომ გაიზარდა ბევრად ტექნიკური დანადგარების შეძენისა და შემოტანის გზი და ეხლა კიდევ 30 ჯერ გაზრდილა და აი ამას ყველაფერს ხელმძღვანელობს ადამიანი და უცებ გადაყავთ სადაც არც შენობა, არც მაგი და არც მდივანი, არც ბიუჯეტი, ხა ეს რა თქმა უნდა რიტორიკული კითხვა არის თუ არა ეს დაწინაურება. ერთი, მეორე, სულთა სამართლებრივად ცოტა არ იყოს ახლა სამართლებრივი საკითხების განხილვა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ესეც ცოტა უადგილოა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს უწყება სუსი უნდა იყოს დამოუკიდებელი უწყება, რომელიც ექვემდებარება პარლამენტს და ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როდესაც მთავრობაში ქმნიან სტრუქტურას, ცხადია ფორმალურად, მაგრამ მაინც რომელიც იქნება პრემიერის დაქვემდებარებაში და რომელიც აი ამ სტრუქტურას გაუწყებს კოორდინაციას. მორიგი აბსურდია, მაგრამ ამ რეალობაში ვართ უკვე წლებია და ამ ხრივ რაღაც კი ბატონო, ხო. ისიც ურჩიეს მდინარაძეს, რომ დისტანციურად იმუშაოს და ვნახოთ რა შენობაში დაიწყებს ის სიარულს და რომელ კაბინეტში დაჯდება, ამას ვნახავთ, მაგრამ რომ გადავიდეთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. ერთ დავამატებს, რომ თქვენი ნებართვით მე მგონი მდინარაძის თემაზე ზედმეტად ბევრს მსჯელობს საზოგადოება, ვინაიდან 2012 წლის შემდეგ პერსონალიებს არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნიათ. სახელებს და გვარებს აქვს ფორმალური დატვირთვა, ხო? ხა ჩვენ გადავართ ელჩების საკითხზე, როგორც თქვენ ბრძანეთ და ხა ელჩების თემაზე კომენტარებს აკეთებენ ვინმე მახაშვილი, ვინმე კიცხვია. ადამიანები, რომელსაც უბრალოდ არ ვიცით, ვინ არიან, საიდან მოვიდნენ პოლიტიკაში, არასდროს არ ყოფილან პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებიათ, ისე გახდნენ პოლიტიკური თანამდებობის პირები, ხო? შესაბამისად, იგივე არის დინარაძის შემთხვევა. დინარაძე კი არა, პრემიერ-მინისტრები გამქრალან ისე, რომ არ ვიცით სად არიან, არ ვიცით რას აკეთებენ, ზოგი ციხეშია, მაგრამ ამ შემთხვევაში გულისხმობ ბახტაძეს, კვირიკაშვილს, ამხელა მოლოდინები ახდათ ან ზოგიერთ მათგანს, მაგალითად კვირიკაშვილს, ხო? რომ რაღაც დადებიც მოუტანდა ამ ქვეყანას და ისე გაქრა, რომ კაცშვილმა არ სად არის. იმის ბრალია რომ ამ სახელებს და გვარებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ზოგი სახელი და გვარი შეიძლება პოზიტიური ბექგრაუნდით მოდის, ზოგი იმდენად ბევრ დანაშაულთან არ ასოცირდება, ზოგი იმთავითვე ოდიოზურია, მაგრამ საბოლოო ჯამში, როდესაც აი ამ ვერტიკალში ჯდები და ამ რეჟიმის საქმეს აკეთებ, იქ კარგი და ცუდი შავი და თეთრი აღარ არსებობს. ყველა შავია და ყველა ცუდია. კი ბატონო, ხო, აი ევროკავშირის ელჩი დაიბარეს ძალიან ოპერატიულად, მას შემდეგ რაც მისი განცხადება არ მოეწონათ, ხო? რეალურად ასახა ის, რაც
რეალური პერსპექტივაა და შეიძლება მართლა მოხდეს ხო ევროკავშირის ელჩმა რომ შეიძლება ის სიკეთეები დაკარგოს ევროკავშირთან ურთიერთობის და დაბრუნდეს ისევ ბნელ წარსულში თუმცა ძალიან გულზე მოხვდა ქართულ ოცნებას და მალევე დაიბარეს გუშინ იყო ის მისული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროში საკმაოდ მკაცრი შინაარსის შეიძლება ვთქვათ იყოს ის განცხადებები რომელიც ამ შეხვედრის შემდეგ გაავრცელა ევროკავშირის საელჩომ და ხო თქვენთვის რამდენად არის მოკლედ ტონი შეცვლილი მაგალითად ევროკავშირის ოფიციალური განცხადებების არ ვიცი ამ შეხვედრის შემდეგ რას ამბობს ეს განცხადება რომ ევროკავშირი არავის აიძულებს რომ მისი წევრი გახდეს და აშორებს კიდევ უფრო ქართული ოცნების ქმედებები ევროკავშირის გზას ქვეყნებს ამ ქმედებების მიზანი იმთავითვე არის საქართველოს იზოლირება დასავლეთისგან, ევროპისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან დაახლოებით 10 წელია, რაც ქართულმა ოცნებამ დაიწყო ძალიან მიზანმიმართულად დაპირისპირება დიპლომატიურ კორპუსთან. და აქედან თან არა აქვს მნიშვნელობა ესა თუ ის დიპლომატი რამდენად ლოიალურია თავად ოცნების მიმართ, ან რამდენად საერთოდ არაკეთებს არანაირ პოლიტიკურ განცხადებას. რა ვიცი, მაგალითად გავიხსენოთ ყელი დეგნანი, რომელიც რო ჩამოვიდა, პრაქტიკულად ოცნების საქმეს აკეთებდა, როდესაც ჯერ ოპოზიცია შერეკა პარლამენტში და ყველანაირი ზეწოლა განახორციელა ოპოზიციაზე, წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა ღარიბაშვილთან ერთად და არჩენებამდე ორი კვირითად რაღაც ობიექტებს ხსნიდა, რაც მართალი გითხრათ დიპლომატიურ სფეროში მიუღებელი და დაუშვებელია, ნინო წილოსანთან და ნათია თურნავასთან ერთად ასევე რაღაც ღონისძიებებს ატარებდა. ანუ იყო სრულიად ლოიალური ოცნების მიმართ, ხო? მაგრამ რაც დააბრალეს, როგორც მოექცნა, ყველას გვახსოვს. მანამდე იყო მაგალითად ჰერჩინსკიმ და იყო კიდე კარლ ჰარცელი ევროკავშირის ელჩი, რომელიც ასევე აბსოლუტურად ჩვეულებრივი დიპლომატიური წარმომადგენელი იყო ევროპის კავშირის და აკეთებდა თავის საქმეს, მაგრამ ისე დღეში ჩააგდეს. ამოფიტული გაუშვეს, ხო? რომ ამოვიფიტეო და ისე წავიდა, ხო და ჩვენ გავაცნობიერებთ, ეს არის ძალიან ვერაგული რუსული მახე. ძალიან ვერაგული ქმედება, ვერაგი ქმედება, როდესაც მათი სურვილია, ოცნების სურვილია, რომ ელჩმა თუ რომელიმე სამინისტრომ დიახად ზუსტად უცხო ქვეყნის, ანუ ევროპის ქვეყნებზე ამ შემთხვევაში საუბარი, საკადრისი პასუხი გასცეს მათ ქმედებებს. და ამ შემთხვევაში ითქვა, რომ აი ხო ხედავთ, ესენი არიან მხარე. ყველანაირად ცდილობენ რომ პროვოკაციაზე წამოაგონ ისინი და მე როდესაც 10 პროვოკაციიდან ერთზე უპასუხობს რომელიმე ელჩი ან დედაქალაქი ამაზე ამბობენ რომ აი ხო გეუბნებოდით ისინი არიან მხარე. მიზანი სინამდვილეში არის ჩვენ გვითხოვს რომ ამ რეჟიმის რუსულობა რა შემოიხატება ყველაფერი იხსნება თუ ვიტყვით და დავუშვებთ რომ ამ ყველაფრის უკან დგას რუსული ინტერესი. რუსული ინტერესი არის საქართველოსთან დასავლეთის გაძევება. ამ კონტექსტში თუ შევხედავთ ელჩებთან ურთიერთობას, მაშინ ყველაფერი ლაგდება. მათ არ აინტერესებთ არანაირი თანამშრომლობა და როდესაც ისინი საუბრობენ ოცნებაზე მაქვს ამ შემთხვევაში ისე საუბარი, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ თურმე მათ უნდა გადატვირთვა და დიალოგი, აქ იგულისხმება მხოლოდ ერთი რამ, ისევ რუსული რამ. იგულისხმება რომ მიიღოთ ეს რეალობა, აღიარეთ ის რომ ჩვენ არსად არ მივიდივართ, არასდროს არ წავალთ, სამარაჯამოდ ვიქნებით ამ ქვეყანაში, გვექნება დიქტატორული კანონები, ვისაც გვინდა დავიჭერთ, ვისაც გვინდა გავაძევებთ ქვეყნიდან და ასე შემდეგ და თქვენ გადატვირთეთ და არქვით ამ ყველაფერს დემოკრატია და აი ბატონო ზაზა, ეს თქვენ ლაპარაკეთ და ხო ბევრს ლაპარაკობთ ამაზე ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ნუ ეს რო იხრება ბევრი ამბობს ხო რუსეთისკენ, მაგრამ რა უნდა კითხოთ, ძალიან ესე დემონსტრაციული იყო ევროკავშირის ელჩის დაბარება. რამდენიმე დღის განმავლობაში აანონსებდნენ ქართული ოცნების სხვადასხვა რანგის წარმომადგენლები, რომ აუცილებლად უნდა დაიბარონ ელჩი ახსნა განმარტებისთვის. მაგრამ ირანის ელჩის შემთხვევა ნახეთ, ხო, რომელიც მუქარის შემცველი განცხადება ყველას გვახსოვს და არ გვახსოვს ქართული ოცნების განცხადება რომ დაებარებინათ ელჩი. პირიქით ელჩმა თქვა რომ მან თავისი ინიციატივით მოითხოვა კიდევ შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში, თუმცა გუშინ მაკაბოჭორიშვილმა თქვა რომ ყველა საელჩოსთან იმ წუხილების შესაბამისად რაც აქვს ქართულ ოცნებას აქვთ კომუნიკაცია, მაგრამ ამისი დამადასტურებელი აქამდე არაფერი გვინახავს. ეს ხო ქცევის მოდელი რას მიუთითებს, რას გამოხატავს, ასე ცალსახა უნდა იყოს და დემონსტრაციული ყველაფერი. იგივეს მიუთითებს და იგივეს ადასტურებს, რაზეც საუბრობთ აქამდე, ირანის ელჩის განცხადება იყო ზუსტად მუქარის შემცველი, ანუ რაც
შევადავთ ჰერჩინსკიმ რაც თქვა, არანაირი მუხარა იქ ყოფილა, იქ იყო მის მიერ გამოხატული აზრი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობის აზრს სავარაუდოდ ემთხვევა, სადაც წერია, რომ საქართველოს სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს გადაუხვია გზას, მისმა ხელისუფლებამ აირჩია არადემოკრატიული და ავტორიტარული გზა და ეს არჩევანი დღესაც დგას, ხო და ირანის ელჩის განცხადება პირდაპირ მუხარა იყო, რომ საქართველოს ომის კარცოცხში გაეხვევოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაკაბორჭოშვილს რო დაუჯეროთ, მასთან კომუნიკაცია შედგა დახურულ კარს მიღმა. საერთოდ თუ შედგა, რა თქმა უნდა. მაგრამ აქ თავარი რა არის? რა ხდება პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, ხო? ევროკავშირის წინააღმდეგ მიმდინარეობს კამპანია მიმდინარეობს, ეს კამპანიური გაშავებაა ევროკავშირის ელჩის, დიდი ბრიტანეთის ელჩის, გერმანიის ელჩის, მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის. ეს არის კამპანიური პოლიტიკა, კამპანიური ქმედებები, რომლის მიზანია კიდევ ერთხელ ვიმეორებ საქართველოსთან დასავლეთის გაძევება. ამერიკას მოგეხსენებათ უკვე ერთი წელია დაახლოებით რაც ელჩი აღარ ყავს საქართველოში, მალე წავა გერმანიის ელჩი, მას უწევს წასვლა, ჰერჩინსკის არ მახსოვს როდის გაზდის ვადა, მაგრამ დიდი შანსია რომ ამ ელჩების წასვლის შემდეგ რაღაც პერიოდი ახალი ელჩი არ დაინიშნოს. ზუსტად ეს უნდათ რუსებს, რომ საქართველოში არ იყოს მაღალი რანგის დიპლომატიური წარმომადგენლები, რომლებიც ამ ქვეყანას ისევე აქტიურად დაუკავშირებენ თავიანთ დედაქალაქებს, როგორც ეს იყო მანამდე. ეს არის მათი მიზანი და სამწუხაროდ ვიმეორებ, ძალიან ჭკვიანურად ვერაგულად დაგეგმილი კამპანიაა, რომ ან ისინი წამოაგონ აი ამ პროვოკაციებზე და მხარედ აქციონ, მხარედ წარმოაჩინონ, ან ისინი უბრალოდ ისინი აიძულონ ხელი ჩაიქნიონ საქართველოს და წავიდნენ ან დაადაბლონ თავიანთი დიპლომატიური წარმომადგენლობის რანგი საქართველოში. თუ იქნება უფრო სხვა ნაბიჯი, იმიტომ რომ რაღაც ბარიერის სახით აღარ არსებობს უნგრეთის ხელისუფლება, ორბანის ხელისუფლებას გულისხმობ, ხო, რომელიც იყო მთავარი ბარიერი და რომელიც ბლოკავდა სანქციებს ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ. ახლა რამდენად აქვს შესაძლებლობა ევროკავშირს, მოკლედ, რომ მიაღწიოს ერთსულოვნობას, თანხმობას ამ სანქციებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე და იყოს უფრო მკაცრი? ეს შანსი ნამდვილად არსებობს და მე კიდევ ერთ დეტალზე გავამახვილებდი ყურადღებას, ძალიან ნიშანდობლივი იყო ჩემთვის. თორსები გუშინ წინ დაიწყო პოლონეთში ქართულენოვანი გადაცემების სერია, ქართულენოვანი არხი რეალურად მათ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომლის მიზანია საქართველოში რუსულ დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლა. მე გამახსენდა, როდესაც ცივი ომის დროს ამერიკის ხმა არსებობდა ამ მიზნით. გამახსენდა, როდესაც იმავე პერიოდში რადიო თავისუფლება მაუწყებლობდა ამავე მიზნით. და ეხლა ჩვენ იმ ვითარებაში აღვნიშნეთ, როდესაც de facto უკვე ვარ ჩვენ რკინის ფარდის რუსულ მხარეს ჩარჩენილები და ჩვენი მეგობარი, ქართული ხალხის მეგობარი ხელისუფლება იწყებს პროექტს, რომლის მიზანია საქართველოში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა. ქართულენოვან სამყაროში, ასე ვთქვათ, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა. ეს უკვე მანიშნებელია იმ დიაგნოზისა, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა და ძლიერმა სახელმწიფომ დასვა საქართველოსთან დაკავშირებით. მე ეჭვია მეპარება, რომ ყველა სხვა ქვეყანას, დაახლოებით იგივე დიაგნოზი დასმული აქვს, მაგრამ რაში გამოიხატება ზუსტად ამასთან დაკავშირებით, ვიჩქარებთ, მე ადრეც მithmams, რომ სანქციები არ არის პანაცეა. სანქციები თავისთავად ძალიან კარგი იქნებოდა, რომ დაწესებულიყო მაშინ, როდესაც ივანიშვილი ამ ქვეყანას ძევლად იყვანდა და ამის შესახებ საქართველოსთან ძალიან ბევრი მიუთითებდა ჩვენ მეგობრებს, მაშინ ეკნებოდა სანქციების პრევენციული დატვირთვა და ფუნქცია. ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად დაგვიანებულია და რა შედეგს გამოიღებს ზუსტად არ ვიცი. აქედან გამომდინარე, არ მინდა რომ ჩვენი მხარეც, ანუ ქართული ხალხი ზედმეტი თუ მეტისმეტი იმედებით განეწყოს, რომ აი კიდე სადღაც რაღაც სანქცია თუ დააწესეს, ეს იქნება გადამწყვეტი. რა თქმა უნდა, იქნება სწორი, ეს იქნება სწორი ნაბიჯი ჩვენი ხალხის მხარდასაჭერად, მაგრამ თავარი საქმე უნდა გაკეთდეს საქართველოში ქართული ხალხის მიერ. ხო, კი ბატონო, აი პოლონეთში საზოგადოებრივ მაუწყებელში ქართულ მაუწყებლობასთან მინდა და მეც რომ წარმატებები მესურვა ჩვენი კოლეგებისთვის, მნიშვნელოვანი საქმეა ეს, რა თქმა უნდა და ბოლოს მინდა კითხოთ ახლა ამერიკასთან ურთიერთობაზე, ხო, სანქციების მოხსნას ბიძინა ივანიშვილმა ვერ მიაღწია ვერც ამერიკის შეერთებული შტატებისგან, სადაც ფინანსური სანქციები აქვს მას დაწესებული, ხო? არ ვიცი, მუდმივად გვეუბნებიან ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომ ხან რაღაცა მაღალი დონის შეხვედრა ჰქონდათ სადღაც დერეფანში, სადაც ხელის ჩამორთმევის ფოტოს გვაჩვენებენ, ან ელოდებიან კიდევ რაღაცა დონის შეხვედრას, ვიზიტს უფრო სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
არ ვიცი, რისი იმედი შეიძლება ჰქონდეთ მათ ახლანდელი მონაცემები, რასაც რომ რა იმედის საფუძველი აქვს ქართულ ოცნებას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღოს ისეთი, როგორიც ახლა არის ვითარება. ხო, ამის ალბათობა უკიდურესად დაბალია, ახლა პოლიტიკასა და დიპლომატიაში ყველა დეტალს, ყველა ნიუანსს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თავისთავად, როდესაც მაგალითად აგზავნი ამა თუ იმ ფორუმზე ყაველაშვილს, რომელსაც დაარქვი პრეზიდენტი, ხო? ეს უკვე ნიშნავს, რომ შენ არ ხარ დაინტერესებული შესაბამის ქვეყანასთან ურთიერთობის დაალაგებით, ხა ვინაიდან იმ ქვეყანამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არ არის რეალური პოლიტიკოსი, ეს არ არის რეალურად რაიმე გავლენის მქონე, რაიმე აზრის მქონე ფიგურა. ის დიდი შიკრიკის ფუნქციას ატარებდეს და ეს არის შეურაცხყოფა, ანუ ყაველაშვილს სადღაც აგზავნი, ეს არის მიმღები ქვეყნის თუ მასპინძელი ქვეყნის შეურაცხყოფა. იგივე ითქმის პრაქტიკულად სხვა ყველა თანამდებობისთვიზე. ჩვენ ნახეთ, როცა ჩამოვიდა ალიევი, მივიდა სად? მივიდა ივანიშვილთან და უკან, რა ქვია, მოურავი დაძდევდა ეს პრემიერად წოდებული, ხო? მაგრამ იგივე ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში ჩვენ გვახსოვს ივანიშვილი თვითონ ამბობდა თავის წერილებში, რომ თხოვენ შეხვედრას და მე არ ხვდებია. თუ სწორად მახსოვს, ეს მისივე წერილებში იყო დაზუსტებული. შესაბამისად, არ აქვს როგორც ჩანს გადაწყვეტილების მიმღებს იმის სურვილი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეს ურთიერთობა დაალაგდეს თორე ხა. სერიოზული ადამიანი როცა ხარ და სერიოზულად ახარ განწყობილი რაღაც მიმართულებით, როგორ შეიძლება ის საქმე ჩააბარო ყაველაშვილს? კი ბატონო. დიდი მადლობა ზაზა ბიბილაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ჭავჭავაძის ცენტრის ხელმძღვანელი. მადლობა კიდევ ერთხელ.